მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, იწყება აკრედიტაციის გარეშე ჩვენ გვეყოლება სტუმარი, უბრალოდ ჩვენ მივდივართ სტუმრად ძალიან საინტერესო ადამიანთან, ბასილ მკალავიშვილთან, მამა ბასილთან, რომელსაც გავესაუბრებით. ყოველგვარი ანონსის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ საინტერესო საუბარი იქნება ალბათ თქვენთვის, მაგრამ ჯერ შევიაროთ გურამიშვილის ქუჩაზე, უსახკარო ხალხი ცხოვრობს, ვაშუქებდით ყვებოდით ამ ამბავს ჩვენ რამოდენიმე გადაცემაში და შევიაროთ იქ და ვნახოთ რა ხდება. ჩვენ მოვედით ცნობილ ადგილას გურამიშვილის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდა წინა საახალწლოდ აქ დავთვალეთ 10-12 უსახკარო. შემდეგ მოვედით და გასახლების პროცესი, აქ ხო გახსოვთ ის ტიპები რო იყვნენ, ვიღაცები, აქ აღარ არიან. უკვე კარგია ეს. აქაც არავინ არ არის, აქ ბავშვიანი ხალი რო იყო, არავინ არ არის აქ. მოიცა, რაღაც იპოვეს ბინა თუ რა. გავიდეთ გარედან, თუ გასასვლელია. გამარჯობათ. გამარჯობა. ხო, დანარჩენი ხალხი სად არის? გამარჯობათ. თქვენი მოსვლა ძალიან გვიხარია ბატონო შალვა, მაგრამ შედეგს რო არაფერს არ ხედავ. როგორ არა, აქ ხო გაიყვანეს ის ხალხი. ის ხალხი კი გაიყვანეს მე შედეგი ხოა რაღაც. ერთი შედეგი კი არის, მაგრამ ნაბიჯი. ხო და ის საერთოდ არავინ არ არის იქით. არავინ არ არის ის ხო, ყველა გაიყვანეს, ის ბავშვიანი ხალიც გაიყვანეს, ხო? ის არადევნილები იყვნენ და ქირიცა. გავიგე, ხო, მაგრამ ვინ გაიყვანა? დაემუქრენ თუ დებით არ გახვათ ჩვენი იძულების წესი და საბუთიც მოუვიდა და ხელი მოაწერეთ. მოიცა, ესე იგი საშუალება ქონდათ რომ ქირით გასულიყო, აბაქრას ცხოვრობდნენ. რა ვიცი, ალბათ ვიღაცა ჩვენ არ ვიცით, ესეთი არატოლვილები იყვნენ. ჩვენ ვართ ტოლვილები ბატონო შალვა. თქვენსაც ცხოვრობთ? აქ ვცხოვრობთ. ხო და რა სიტყვას, მაშინ მარტივად ვთქვათ. მე არაფერს არ პირდება თავრობა. არ ვიცი რა ფულს ხო გაძლევთ თავრობა. მე კი 20 ვალარს. კიდევ? მე მაშინ თქვენ ეთქობა პროგრამაში ხო ხართ? სოციალურად გაძლევთ. კი ვარ. 100 ლარს გაძლევენ იქ, ხო? არ მაძლევენ 100 ლარს. 30 ლარს მე და 24 ჩემს შვილებს. კიდევ რა? ახლა შემოვიმადე ოჯახის წევრი, რძალი. ნუ ანუ შემიჩერდა სოციალური. საერთოდ შეგიჩერდა? გავიდა ერთ თვეში მოვიდა ის აგენტი და მეუბნება რომ იქითა ოთახი გამიღეო. რატო მაესტროს არ ანახეო ის ოთახიო? რა არის ოთახი? რა არის უბრალოდ რომ რძალი რომ მომყავდა შპალერი გავწებე და მოკლედ გასაგებია. და ის მოეწონა. კაი, მოკლედ ესე იგი, ვიხდეთ ამ ხალხს. და შემდეგ ჩვენ მოსვლაზე ეს ხალი დაკმაყოფილებულია. ვინ არის ჩვენი პატრონი? ვინც არის თქვენი პატრონი? იმათ უნდა მოგხედო. დასასრული იქნება ძალიან ცუდი და ხო არის სუბელიანის ის არა ქვია. რამდენჯერ მივმართეთ ბატონო შალვა? ავით ხა? რამდენჯერ არაფერი არ გეკუთვნის, კომპისირებული ხარ თუ ოჯახის წევრებს სათითაოდ ეკუთვნის, რატო ჩემს შვილებს ობლად გაზრდილი ვინ დამეხმარა? არავინ არ და არაფერი აქ ცუდა დასრულდება. მე დავწერ წერილს და ისე არა ბრმა დროისა, მე სიცოცხლე აღარ მინდა. აი მან სადაც ჩემი ქმრის მემორიალია. გასაგებია, ძვირფასო ხელისუფლებაო. ან ნებისმიერ ოპოზიციურ პარტია ხო თან არჩევნები მოდის აქტიობა თქვენ მართებთ არის ქალბატონი დავამთავრე ქალბატონი რომელსაც არ შეიძლება არ ეკუთვნის აქ ცხოვრ აქ ადამიანი არ უნდა ცხოვრდეს მოგბართავთ რომ არ ვიცი ის მიმართო ყველას თქვენთაგანს იქნებ რაღაცნაირად ამ ქალს უშუალოდ ეს არის და ეს ჩვენ ვიყოფებით გზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში და ყველასათვის ცნობილი საქართველოში ყველასათვის და საქართველოს ფარგლებს გარეთ ცნობილი ბასილი არის ჩვენი მასპინძელი მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ და სრულიად საქართველოს. მე განცვიფრებული ვარ. მე ესეთი მასშტაბის ეკლესია არ მეგონა რომ აქ იყო. არ მეგონა. მე მეგონა უფრო ეს როგორ ააშენეთ? რამდენი ხნის განმავლობაში აშენებთ? როგორც ხედავთ, ეს არის ყველაზე გრანდიოზული ეკლესია ქალაქ თბილისში სამების ტაძრის შემდეგ. თქვენ იცით რომ ის სამების ტაძრი მილიარდების მიერ არის აშენებული, ჩვენ კიდე სასოდავი ჩვენი ბევრის ცირედი შემოწირულობით, კი? ქაშვეძეს დიდია და სიონზეს დიდი არის. რა დაჯდა? უხეშადრო. ჩვენ ეს არ გვიანგარიში არ შეიძლება რომ ღმერთის რაიმეზე ჩვენ მე ვიცი რომ თქვენ ხართ მშენებელი. რა თქმა უნდა მე მშენებელი ინჟინერი ვარ, გასვოთ ალბათ რეზონანსიდან. შეიძლება მაგაზე ვილაპარაკებთ კი ბატონო. მაგრამ ეს თქვენი პროექტით არის აშენებული? პროექტი ჩემია, მშენებელიც მე ვიყავი
და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ თბილისში ყველაზე ლამაზი რამდენი არის აი კვადრატული მოცულობა რამხელა როგორ შეიძლება 26 სიგრძეა 18 მეტრი არის სიგანე და 33 მეტრია სიმაღლე. აუ დაგვათვალიერებინეთ კიდევ. აი საინტერესო არის, აი ყველაზე კაი კანკელი არის, რა თქმა უნდა თბილისში ესეთი კანკელი არ არის. აჰა, ეს ვისი შემოქმედებაა? ხეში არის, ეს ჩემ ბიზაშვილმა გააკეთა, ნოდარი მკალავიშვილმა და ჩვენ ვეცადეთ რომ ძველი სტილით გაგვეკეთებინა. ეს თქვენი იდეები არის აქა? კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც აქ არის გაკეთებული, ყველაფერი ჩემი იდეებით არის. მე მინდა გაგიცხადოთ, რომ 2000 წლამდე არავინ არ იცოდა ნამდვილი სახე ივერის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატისა. ეს როდის არის დაწერილი? მე როდესაც ათონის მთაზე ვიყავი 2000 წელს. დიახ. იქიდან ნამდვილი ასლი ჩამოაბრძანე ივერის ყოლაწმინდა ღვთისმშობლიდან, ღვთისმშობლის მონასტრიდან და ამის შემდეგ უკვე გაჩნდა საქართველოში სხვადასხვა ტაძრებში აი ეს ივერის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ნამდვილი სახე. სამრეკლო მომეწონა ძალიან. ახალია ეს სამრეკლო? ახალია, ესეთი პროექტი არ არის. ციხეში ხაზავდი. თქვენ ხაზავთ? ხაზავდი და დამთავრებული. მე სამშენებლო მაგ დამთავრებული. აი ესეთი სამრეკლო საქართველოს საერთოდ არ არის. ეს კელი არის შიგა. კელია? ანუ სადაც ბერმონაზონები. ბერმონაზონები იქნებიან. შეიძლება ნახოთ ახლოდან. კი რა, მივალთ ახლოდან. ო. აი აქ არის აუზი, სადაც წყალს ვაკურთხებთ ხოლმე. ეს რელიგიური დღესასწაულები. კი, 19 იანვარს და დათლიღების. და აქ აკურთხებთ. ვაკურთხებთ ხოლმე და წარმოედგინოთ განსხვავებას. გამარჯობა. ეს თქვენი პროექტია, აი ასე გაკეთება? იდეა თქვენია? პერიოდულად უშვებთ ხოლმე გაზეთი ლომისა, ჩვენი პრესა გვაქვს. ეს რა? კი. ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოდის გაზეთი ლომისა. აჰა. საიტი გაქვთ ხო? საიტი გვაქვს, კი, ოსფერი მუზეუმზე იუბილეში. ანუ გსურთ ამ თქვენი იდეების პოპულარიზაცია. მე თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მქონდა, ეს გულახდათ ხო ლაპარაკობთ. კი. რომ აი კომპიუტერულ ტექნიკას ამ ცივილიზაციას და პროგრესს რაღაცნაირად ებრძვით და ეხლა რომ ნახე სულ სხვანაირი შთაბეჭდილება. ესე არ არის ესეთ ოსური. ანუ იყენებთ ამ კი, რა თქმა უნდა, ხო უნდა გავიგოთ. ინსტრუმენტებს. სოფლიოში რა ხდება, ხო უნდა და გავიგოთ. თქვენი აზრით უნდა გაავრცელოთ. კი, რა თქმა უნდა, აი ამაზრებდა ცივილაპროგრესს. ძალიან მომწონს ეს იდეა და ზემოთ ერთი დიდი ოთახია, ხო? ზემოთ აქ კიდე ოთახია, კიდე ზემოთ დიდი ოთახია და ზეის სამრეკლო. სამრეკლო. სიმბოლოში ზეის სამრეკლოში. აი აქ რო აი ეს გალავანია, ეს არ იყო იმ დარბევის დღეს, ხო? ეს არა, დარბევის დროს არ იყო, არც ერთ სამრეკლო არ იყო. არც ეს სამრეკლო არ იყო და ეხლა ააშენეთ თქვენ, ხო? ესაც ახლა გავაკეთეთ, კი. 3000-ამდე ადამიანი დაგვესხა თავს ეს სპეცნაზელები და ღამის ნათევი მრევლის სულ იყო 100-მდე ჩემი მრევლიდან და 40 წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს შემოსვლა. დაკეტილი იყო კარები და როგორ შეიძლება? არა, გარეთ ეზო ტერიტორიაზე ვერ შეძლეს. რატო? ბრევლს ვერ უწევდა. მრევლი არ უშვებდა რომ შემოსულიყო. და აი აქედან შემოვიდა ეს მანქანა, ურალის ტიპის მანქანა. ეს არისო? ეს კარები არ იყო, სეტკა იყო უბრალოდ. შემოვიდა და აი აქ დაარტყა და აი მაშინდელი ახლა სეტყობა, აი. აი ამ ადგილას, არის. ამ ადგილას, აი ამ ადგილას სამჯერ დაარტყეს, აი ახლა სეტყობა ეს. ყველაზე საინტერესო რა იყო? თუ გასვოთ თქვენ რომ წინა დღით მე პრეს კონფერენცია გავუმართე. იქ არ დაგიწირეს, ხო? იქ არ დაგაკავეს. სახალხო დამცველი სოფლის კი, თქვენ მახსოვს კიდე იქ რატო არ დაგაკავეს? იქ ძალიან იოლი იქნებოდა. კი, რა თქმა უნდა და მათ უნდათ რომ რაიმე ზაგრული გეგმა შეედინა. აი აქ მქონდა ორმო გათხრილი კირისა. ეს ორმო იყო დაახლოებით 3 მეტრის სიგრძის და 2 მეტრის სიმაღლის. სამუშაო ორმო, ხო რა? კი, ამ როვაშენებით კი ქონდა ჩაყრილი. სირე მიკრო ავტობუსი აი გააჩერეს ღობის იქიდან მაშინ სეტკა იყო უბრალოდ და 7 ტომარა ჰქონდათ იარაღი. რანტამიოტი ავტომატი მას შემოეტანა, აქუნაც ჩაეტანა. შეეყარა ჟურნალისტები არ გაუშვეს, ვითომ და ჩვენ ასლან აბაშიძეს ვეხმარებოდით. ხო და ეს რო ვერ გააკეთეს, დილამდის უკვე რო გათენდა, ამ დროს დილის 7:30-ზე დაიწყეს ოპერაცია. მე მინდა რომ პირდაპირ გულახდათ ვილაპარაკოთ. დავიწყოთ იმით, რომ მე და თქვენ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს, მაშინ თქვენ რეზონანსის ოფისში მოხვედით, რადიო მქონდა იქ და მე ჩამოვედი. და თქვენ მითხრათ ეგეთი რაღაცა. გვარი მკითხეთ ჩემი, რამიშვილიო და რამიშვილიო სტალინმა უთხოვა რომ ყველანი დასახვრეტები არიან, თქვენ ეგეთი რაღაც ბძანეთ და ნუ მე უკვე მე წავედი, პოლიციაში წავედი სხვა შორის, პოლიცია მოიყვანა და ნუ თქვენ მე დადუღებული კარები გახსნეს. რატო აკეთებდით აი ამას? მე მინდა სრულიად საქართველოს მოუთხრა ჩემს შესახებ, რომ
სინამდვილეში მე რა მაინტერესებდა და რის ვიბრძოდი ამ წლების თუნდაც ამ განმავლობაში. მეთოდებით. მე როდესაც უყურებდი რომ ამერიკის დაკვეთით განსაკუთრებით ჯორჯ სოროსის ბრძანებით საქართველოში შემოედინებოდა სხვადასხვა კრიმინალური სექტები, აგრეთვე ყალიბდებოდა თავისუფლების ინსტიტუტი, სადაც იკრიბებოდნენ მომავალი მთავრობის წევრები და ესენი ერთ-ერთ შეხმატკბილებულად იაღვევლები და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები ცდილობდნენ საქართველოში მოესწროთ მართლმადიდებელი სარწმუნოება. მე გული მტკივოდა რა თქმა უნდა რომ არავის არ იღებდა მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის და წარმოიდგინეს ზოგიერთი სასულიერო პირი ხელს უწყობდნენ ამ იაღველების შემოსვლას. როდესაც იმართებოდა მცხეთა-თბილისის საეკლესიო კრებები, მე იქ ყოველთვის მოვითხოვდი კრებაზე რომ მართლმადიდებლობისათვის დიდი ყურადღება მიგვექცია და აკრძალულიყო იაღველთა სექტის პროზელიტიზმი კანონით. ოღონდ კანონით. თქვენი კანონით კი არა, საერო კანონით. ეკლესიური კანონით. ეკლესიური თუ საერო? არა, მე მოვითხოდი ეკლესიური კანონით. ვინაიდან დიდი ჯულის კანონი ამას გძალავს. რაც შეეხება თქვენ კითხვას, რომ მე რა მეთოდებით ვიბრძოდი, მე ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ვინც ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლობას და განსაკუთრებით მაშინ გაზეთი რეზონანსი თითქმის სისტემატიურად პირველ გვერდზე დახატულები ვიყავით შეევონაძე, თარგამაძე და მე. კარიკატურის სახით, როდესაც პირადად მე ვებრძოდი შეევონაძეს დაუძინებელი მტერი ვიყავი. უბრალოდ მე იმის თქმა მინდა რომ არსებობს რა თქმა უნდა საეკლესიო კანონი და არსებობს საერო კანონი, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ. თქვენ მაშინ აი, როდესაც სხვის ქონებას, ანუ რეზონანსის ქონებას შეეხეთ, დაადუღეთ კარები და ჩაიდინეთ კანონის, საერო კანონის შესაბამისი დანაშაული ესე შეიძლება ითქვას. და აი ეს საქციელი თქვენ როგორ ფიქრობთ, წარმატებული ნაბიჯი იყო თუნდაც თქვენი მოსაზრებით სიმართლის ბრძოლის? პირველ რიგში, როდესაც მე გაზეთ რეზონანსის ხელმძღვანელობას ვაფრთხილებდი, რომ ჩემ წინააღმდეგ იქცეოდნენ ასეთნაირად, შეეხნათ ჩემ კრიტიკას. ვინაიდან მათ არ შეიგონეს ჩემი შეგონება, იძულებული ვიყავი პროტესტის ნიშნად კარები ამეჭედებინა მათთვის. ეს იყო თუ არა დანაშაული თქვენი აზრით კანონის თვალსაზრისით? ანუ თქვენ იძულებული იყავით? ვერ გაიგეს მან ჩემი სიყვარული სამშობლოს წინაშე და ღმერთის თქვენ იძულებული იყავით ეს ნაბიჯი გადაგედგათ? იძულებული ვიყავი რა თქმა უნდა. თქვენ დამისვით კითხვა საერო კანონების. თუ შესაბამისად მოვიდა საეკლესიო კანონი საერო კანონთან, ამ შემთხვევაში უფრო ძლიერი არის სასულიერო კანონი. თუ არ მოვიდა? თუ არ მოვიდა, მაშინ რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ხო უკვე საერო სახელმწიფოა. ანუ ეს სახელმწიფო ამ საკითხს თვითონ მოქალაქე ვალდებულია ამ კანონებით იცხოვროს საერო კანონებით და არ არის ვალდებული იცხოვროს საეკლესიო კანონებით. თუ მართლმადიდებლური ქვეყანა აუცილებლად რაც კეთდება საბერძნეთში ის უნდა გააკეთოს საქართველოშიც. მაგრამ დღეს საქართველოშიც არის არაინტერესებს მართლმადიდებლობა. ვინც არ არის მართლმადიდებელი ბავშვად? მართლმადიდებელი ქართველი. გაიცახიან ტოლერანტობა და ამ ტოლერანტობამ რა მოგვიტანა ძალიან შველი. ვინც არ არის მართლმადიდებელი? ვინც არ არის მართლმადიდებელი? ოღონდ ქართველია, საქართველოს მოქალაქეა, მათ. კი ბატონო, დაასხნეს სახლში, ვინც გინდა და რაც უნდა ის ილოცონ. ჩვენ მათ არ ვეხები. თუ გაგიგია მე მუსულმანებს, კათოლიკებს, ებრაელებს შევხები ვარ. არავითარ შემთხვევაში. მაგრამ ვინც დადიან ქუჩაში, პროზელიტს ვინც ეწევა, ვინც პრესიდა და ტელევიზიით აგინებს და ლანძღავს მართლმადიდებლობას, მე ვებრძოდი იმას. მამაბას, მაშინ ესეთი შეკითხვა. დღესაც თქვენ ვის დინამიკას თქვენ მაშინ იბრძოდით? დღეს ხდება გაცილებით უფრო ინტენსიურად. დღეს რატო არ იბრძვით ამ მეთოდებით? დღეს რა უნდა ვიბრძოლო? უკვე 67 წლისა ვარ. ორჯერ ფაქტი გადამატაინეს ციხეში და ფაქტიურად გული დავანტყოფებული ვარ. დღეს ვიბრძვი მხოლოდ ტელევიზიით, პრესით, ინტერნეტით და ყველაფერს ვაკეთებ, რომ საქართველოს მოსახლეობას გავაგებინო, რომ ჩვენი ვალია მკაცრად დავიცვათ მართლმადიდებლობას. შეევონაძის ხელისუფლება არ გაპატიმრებდათ. თუმცა საერო კანონებით ჰქონდათ ამის საბაბი, მიზეზი. უშუალოდ შეევონაძეს მითითებით აი ამ ეკლესიაში 2002 წელს მოვიდნენ პოლიციელები, მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ წესაგებაზე უნდა წამოხვიდეო და შემდეგ როდესაც გაირკვა, იმ მანქანაში ჰქონდათ კირკა, ლომი, ლაფატკები, რომ სასაფლაოც უნდა გაეთხარათ. როდესაც შევიტყე, რომ მე უკვე უნდა გავეყვანე და მოვეკალი, მე რა თქმა უნდა დავთანხმდი და როდესაც გამოვედი ეკლესიის ტერიტორიიდან, ამ დროს
ჩემი მრევლი წინასწარ მქონდა ყავდა ჩასაფრებული კორპუსები სადარბაზოებში, როდესაც ეს მანქანა წამოვიდა ჩემსკენ, ამ დროს ჩემი მრევლი გამოვიდა და შევძელით ერთი მანქანა გაგვექცა, მეორე მანქანა დაკავება შევძელით, სამი პოლიციელი დავაკავეთ. ზეტაზე ქონდათ ასხმული ყველანაირი იარაღი, გადამცემი, სხვადასხვა რუსეთის არ გამოუყენებიათ იარაღი, რა თქმა უნდა. იარაღი რა თქმა უნდა ვერ გამოიყენებდნენ, მრევლი ბევრი იყო. ჩვენ განუცხადეთ და მაშინ რუსთავმა ორმა გააშუქა დაწვრილებით ეს ყველაფერი და მთელ ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ნამდვილად ჩემს მოსაკლავად ეს გააკეთა შევარნაძე. ინტერნეტში გავრცელებული იყო გზანის სასამართლოსთან მოხდარი ინციდენტი, სადაც თქვენი მრევლის წევრები სცემენ ბოკერიას და პაიჭადს. არ გაქვს ნამდვილი ინფორმაცია. როდესაც სასამართლო იყო იქ ჩვენსა და იაყოლებს შორის და როდესაც სასამართლო დამთავრდა, ჩემი მრევლი უკვე წავიდნენ და რო დარჩა ერთი 30-მდე პიროვნება, ამ დროს ხედავთ, რომ ბოკერია და პაიჭაძე მოდის, უკან მოძებს ეს ჯარი იაყოლების და საშინელი თავდასხმა მოხდა ჩვენ მრევლზე. აქეთ დაგესვა? აქეთ რა თქმა უნდა. მუშტიკრივი აქეთ გამართა. სურათია. ხედავთ, ნახავთ თქვენი სურათი, როგორ პაიჭაძე და გიგა ბოკერია როგორ ურტყავენ წიხლებს ჩვენს მრევლს. მინდა შევეხო იმას, რომ რა მოხდა სინამდვილეში აქ. თქვენ ამას წინათ გააშუქე, რომ იქ ფიშხეთში პიროვნება მოკლეს ძალისმიერი მეთოდებით და თუ მაგალითად უშუალოდ თქვენს სისტემატიურად ჩემ რაღაც პატარა დანაშაულს აქვეყნებდით ხოლმე. რატომ დუმდა მაშინ, როდესაც ჩვენი ეკლესია არა მარტო საქართველოს სპეცნაზმა, არამედ მთლიანად საქართველოს ჯარი შემოესია და ღამის ნათელ მარხვაში მრევლს დაესხნენ თავს. ჩვენ ეს ამბავი გაშუქდა. მთლიანად გაგონადგურდა. არ იყო. მაშინ თქვენ სად იყავით, სად მოღვაწეობდით? მე მაშინ 200-ში ვიყავი ტელევიზიაში. და ჩვენ გავუშვით ეს კადრები, განსაკუთრებით ამაზიანი კადრი, როდესაც ვიღაც ბრგე ტიპი ურტყავს ქალს მუშს და ეს ხო საშინელი კადრები. ახალაა ეს ყველანი, რომ ჯოხები ყველაზე საშინელება არის ის, რომ დღესაც და მაშინაც სამთავრობო ტელევიზია ყოველთვის ცდილობდა, რომ აი ეს სიმართლე დაემალათ. მაგალითად, იმ დროს, როდესაც ჩვენი დარბევის კადრებს მთელი მსოფლიოს სატელევიზიო ინფორმაციები გადასცემდნენ, ამ დროს რუსთავი 2 დაკავებული იყო რაღაც ჩვენი განკითხების შესახებ. არ შემიძლია აკითხოთ თქვენს დამოკიდებულებაზე პატრიარქისა. ეს ცოტა დიდი ისტორია არის, როდესაც 95 წელს, როდესაც იმართებოდა მცხეთა თბილისის საეკლესიო კრებები, მე მოვითხოვდი იქ, რომ საქართველოს ეკლესია გამოსულიყო ეკლესიით და სოფლიო საბჭოდან. აგრეთვე საქართველოსში ყურადღება მიქცეოდა თუ იაღონთა სექტები როგორ შემოედინებოდნენ. თქვენ თქვით, რომ აბზალი უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, რომ მაშინ მარტო ერთი მღვდელი მე ვიბრძოდი აი ამ იაღონების წინააღმდეგ. და ამის გამო მოხდა დაპირისპირება ჩემსა და პატრიარქს შორის და დროებით მე განვდექი საქართველოს ეკლესიას, საპატრიარქოს დროებით რა თქმა უნდა და დავემორჩილე საბერძნეთის ჭეშმარიტ ძველი სტილის კალენდრის მიმდევრ. მე შემეძლო რუსეთის ემიგრაციულ ეკლესიაში მივსულიყავი, მაგრამ ვიცოდი რომ მომავალში რა მოხდებოდა, რომ რუსეთის აგენტად გამომაცხადებდნენ, ამიტომ იყო რომ საბერძნეთის ძველი და რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს? თქვენ ხო გესმით, ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. სანამ საქართველოს ეკლესია არ გაიწმინდება იმ უღირსის სამღვდელოებისაგან, რომლებიც დღეს იქ მოკალათებული არიან, საერთოდ არ აინტერესებთ მართლმადიდებლობა, არ აინტერესებთ საქართველოს ბედი და არიან იქ ნარკომანები, ლოთები და რა ვიცი, რა საერთოდ პატრიარქზე გკითხეთ, თქვენ და დამოკიდებულება პატრიარქთან. პატრიარქი არ არის მარტო საქართველოს ეკლესია. იქ არის მასში გაერთიანებული ყველა სამღვდელო დასი. და როდესაც გაიწმინდება აი მოღირსის სამღვდელოების, მე მზად ვარ შეურიგდე საქართველოს საპატრიარქოს. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. რამენაირად საქართველოში გავაძლიეროთ მართლმადიდებლობა. თუ არა და გვიან იქნება მე რას დაგვემართება ჩვენ თავს დავაბრუნოთ ყველა. არის და აი ამით ვამთავრებთ ჩვენს გადაცემას. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ მამა ბასილი მკალავიშვილი გადავიდა ბრძოლის ინტერნეტ PR მეთოდებზე, ეს გაცილებით უფრო წაადგება ნებისმიერ საქმეს, მის საქმეს და ყველას. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.